გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 11 საათზე, ახალ ამბებს გიორგი აბაზაძე გაგაცნოთ. მრავალფუნქციურ სივრცეში გაერთიანებული განათლება, მეცნიერება, ინოვაციები, ტექნოლოგიური მეწარმეობა, ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბრიფინგია ჩანიშნული. დაახლოებით დილის 8 საათზე ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება მოკლე პერიოდით ავარიულად გაითიშა. სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებით, დენი უკვე ყველგან აღდგენილია და პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა. ეს ბოლო 2 დღეში მეორე შემთხვევა. 24 ივლისის ღამეს მომხდარი მასშტაბური ენერგოგამორთვის მიზეზებს სემეკი სწავლობს. სპეციალურ ჯგუფს ენერგოკომპანიების მონაცემებზე შეუზღუდავი წვდომა მიენიჭა. ამ წუთებში ბრიფინგი იწყება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, უწყებას ხვთავთ პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საქართველოს პროკურატურასთან ერთად აქტიურ და უკომპრომისო ბრძოლას განაგრძობს საფინანსო ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულების აღსაკვეთად. ამჯერად სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან შპს სკაიპორტის ყოფილი და მოქმედი დირექტორები კკ და კა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მართსაწინააღმდეგოდ მიითვისეს ბინადმშენებლობის მონაწილეთა კუთვნილი თანხები, მოტყუებით დაეუფლნენ სხვის ქონებას და უკანონოდ ისარგებლეს დაყადაღებული ქონებით. საქმის მასალების თანახმად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის ბრძანებით შპს სკაიპორტს ბარათაშვილის ქუჩა ნომერ 129-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა მიეცა, რომლის მოქმედების ვადა 2019 წლის თებერვლამდე იყო განსაზღვრული. კომპანიამ მშენებლობის მხოლოდ გარკვეული ეტაპები განახორციელა, თუმცა პროექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში დღემდე არ დასრულებულა. გამოძიებით დადგინდა, რომ 91 მომავალ მესაკუთრეს სხვადასხვა კვადრატულობის საცხოვრებელი და კომერციული ფართები ჰქონდა შეძენილი, რისთვისაც მათ ჰქონდათ გადახდილი შესაბამისი თანხები. აღნიშნული საფუძველზე მათ უნდა გადასცემოდათ კეთილსინდისიერად შეძენილი ფართები, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხები მშენებლობის პროცესში მიზნობრივად არ გამოიყენეს და მართსაწინააღმდეგოდ მიითვისეს. კერძოდ, მათ კორპუსის მშენებლობისთვის 91 მოქალაქისგან მიღებული 1.258.322 ამერიკული დოლარი და 411.897 ლარი მიითვისეს. გარდა ამისა, გამოძიებით დადგენილია, რომ კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა პროექტით გათვალისწინებული საცხოვრებელი და კომერციული ფართების სრულად რეალიზაციის შემდგომ დამატებითი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით მოქალაქეები შეიყვანეს შეცდომაში და მათ არარსებული საერთო ჯამში 1287 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი და კომერციული ფართი, ეგრეთ წოდებული ჰაერი მიყიდეს. რის შედეგადაც 15 მოქალაქისგან თაღლითურად დამატებით 430.000 ამერიკულ დოლარს დაეუფლნენ. საერთო ჯამში ბრალდებულებმა მოქალაქეებს 1.688.374 ამერიკული დოლარის და 411.897 ლარის ოდენობით ზიანი მიაყენეს. გამოძიება მიმდინარეობს მართსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების, სხვისი ქონების მართსაწინააღმდეგოდ მითვისებისა და დაყადაღებული ქონებით უკანონო სარგებლობის ფაქტებზე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180, 182 და 377 მუხლებით. აღნიშნული დანაშაულები სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულებრივ სქემაში შესაძლო სხვა მონაწილე პირების გამოვლენისა და იდენტიფიცირების მიზნით. მადლობა ყურადღებისთვის. ეს იყო ბრიფინგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
ამ წუთებში მსჯელობს სასამართლო ვერაძე მომხდარი შეერაღებული თავდასხმის ავტორისთვის აღკვეთი შეფარდებაზე. პროცესი ალადაშვილის კლინიკაში იმართება, პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. მას 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ნიკა კაპანაძეს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ კვლელობა, მკვლელობის მცდელობა, იარაღის მათსაწინააღმდეგო ტარება და პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა ედება ბრალად. 17 წლის მოზარდის მკვლელობისა და 3 ადამიანის დაჭრის საქმეზე ბრალდებული კაპანაძე ალადაშვილის კლინიკაში ბადრაგის თანხლებით რჩება. დაკავებისას ბრალდებულმა პოლიციას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც თითებზე მიიღო დაზიანება. დღეს განიხილება აღკვეთი ღონისძიების გადაწყვეტის საკითხი. აღკვეთი ღონისძიება იქნება მის მიმართ გამოყენებული წინა სასამართლოს დომის განსაზღვრის თარიღი. ამ ეტაპზე ბრალდებული არის შოკურ მდგომარეობაში. არ ვფიქრობ, რომ მას განაცნობიერებული ჰქონდეს რა აქვს ჩადენილი მისი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. არის მტკიცებულებები, რომელიც დასაბუთებული ალბათობის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე ადასტურებს მის მხრიდან ჩადენილ ქმედებას და ამ ეტაპზე გამოძიებისთვის არცაა საჭირო მის მხრიდან ჩვენების მიცემა. ქუთაისში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პირველი ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნა. მრავალფუნქციური სივრცე განათლების, მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური მეწარმეობის ახალი ცენტრია, სადაც თანამედროვე კვლევით ინფრასტრუქტურა ერთიან ეკოსისტემაშია გაერთიანებული. პროექტი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინვესტიციად შეფასდა და მისი მიზანი საქართველოს როგორც რეგიონული ინოვაციური ცენტრის პოზიციების გაძლიერება. ჰაბი თანამედროვე ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, ტექნოპარკს, სამეცნიერო ტექნოლოგიურ მუზეუმს, სტარტაპების განვითარების სივრცეებსა და თუმის კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრს მოიცავს. მოხარული ვარ, რომ შენობა, რომელიც იყო წინა ხელისუფლების კორუფციის სიმბოლო, ხიდან სრულიად ახალ ფუნქციას შეიცავს. აქ ფუნქციონირებს საქართველოს ყველაზე დიდი ტექნოპარკი. ამ ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილი გახდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ვინაიდან ძლიერი ტექნოლოგიური ჰაბი, ძლიერი უნივერსიტეტის კვლევითი გარემოსა და კვალიფიციური ადამიანური რესურსის გარეშე ბუნებრივია ვერ განვითარდება. თანამედროვე ტექნოლოგიური ეკოსისტემისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ციფრული, არამედ ფიზიკური დაკავშირებადობა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ რეგიონული მნიშვნელობის ტექნოლოგიურ ცენტრად ჩამოყალიბდეს. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიზანია ეკონომიკური ზრდა ეფუძნებოდეს მეტ ცოდნას, მეტ ტექნოლოგიასა და ინოვაციას და ქმნიდეს მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს საქართველოს თითოეულ რეგიონში. საქართველოს არჩევანი ნათელია. ვიყოთ არა მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების მომხმარებელი, არამედ ქვეყანა, სადაც იქმნება ცოდნა, იბადება ახალი იდეები და ვითარდება კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიური ბიზნესი. ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა ეს არის ის პრიორიტეტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ბოლო 10 წლეულის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა პროექტებზე სამუშაოთ როგორც სტუდენტებისთვის, ასევე მეცნიერებისთვის, ასევე სტარტაპერებისთვის. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ტანდემში საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოსთან ერთად გააგრძელებს იმ საქმიანობას, სადაც უკვე არაერთი წელია ერთად ვახორციელებთ. ეს არის ტალანტების ძიება, ეს არის ტექნოლოგიური ინოვაციური ლანდშაფტის მშენებლობა საქართველოში, რაც საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა მოხმარდება საქართველოში ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებას. ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც შეუძლია ქონდეთ ინოვაციური იდეა, შეუძლებელია მას ფრთები ამ სივრცეში არ შეესხას. მას ექნება შესაძლებლობა ფინანსებთან წვდომის მიმართულებით, ლაბორატორიული, ასე ვთქვათ, დანადგარების გამოყენების მეშვეობით და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ დავეხმარებით, რომ ისინი საერთაშორისო ბაზრებამდე გავიდნენ. ეს სივრცე ჩვენ გვაძლევს საშუალებას ერთის მხრივ აქ შევძლოთ რომ ოფისები გავხსნათ და დავეხმაროთ ახალგაზრდებს განვითარებაში, მეორეს მხრივ მარტივად მივიღოთ ის რესურსი, რომელიც რესურსითაც ჩვენი კომპანიებიც გაძლიერდება, ქვეყანაც გაძლიერდება. შინაგან საქმეთა მინისტრმა მოადგილეებთან ერთად კახეთის რეგიონში სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. სულხან თამაზაშვილი კახეთის პოლიციის დეპარტამენტს ეწვია და ხელმძღვანელებისგან სხვადასხვა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. ეწვია სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც, სადაც თანამშრომლების სამუშაო გარემო, ტექნიკური საშუალებები და აღჭურვილობა დაათვალიერა.
რუსთავში ფრაქცია ქართული ოცნების ინიციატივით 2027 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტებთან დაკავშირებით საჯარო განხილვები იმართება. დაარიგეს სპეციალური ანკეტები, რომელთა საშუალებითაც რუსთაველებმა ბიუჯეტის დაგეგმასთან დაკავშირებული კონკრეტული რეკომენდაციები წერილობით მიეწოდეს საკრებულოს. საჭიროებები კი პრიორიტეტების მიხედვით გამოიკვეთება. ანონიმურ პროცედურაში მონაწილეობის მიღება ელექტრონულადაცაა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში რუსთავში სხვადასხვა მიმართულებით უპრეცედენტო პროექტები ხორციელდება, კვლავ რჩება გამოწვევები, რომელთა იდენტიფიცირებასაც ვახდენთ ამ მომრჩევლებთან ერთად ამჟამად, ხოლო შედეგების დამუშავების და გამოკითხვების დამუშავების შემდეგ უკვე ამ ინფორმაციას წარმოადგენთ პრიორიტეტების დოკუმენტში ასახვის მიზნით მერიას. ძალიან კარგი შეხვედრა იყო, კმაყოფილი ვარ, ურთიერთაზრების გაცვლა გამოცვლა. შევავსეთ, რაც გვინდო და რაც უმეტესი დაემთხვა, იმას გავაკეთებთ. სრულიად ჩვენ მოგვანდეს ის, თუ რა იქნება სამომავლო გეგმებში ჩასმული, სამი პრიორიტეტი გამოვყავით, სამომავლოდ რა გვინდა რომ გაკეთდეს და უფრო მეტად ყურადღება მიექცეს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნები და მიზნები დაკმაყოფილებული იქნება. 4 ადამიანი დააკავეს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და კულტივირების ბრალდებით. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი საცხოვრებელი ბინებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად ასევე სხვადასხვა ადგილიდან იტკიცება დამოიღეს მეთადონი, 31 კილოგრამამდე მცენარე კანაფი და გამომშრალი მარიხუანა. მათ 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ხელოვნების სასახლე შორენა ცხოვრებაშვილის პირველ პერსონალურ გამოფენას სახელად გაგრძელებას მასმისლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ავტორის პირადი გზის შემოქმედებითი ძიებისა და ხატვისადმი სიყვარულის ნაყოფი. გზა, რომელიც ოჯახურ მემკვიდრეობასა და პირად გამოცდილებას უკავშირდება. შორენა ცხოვრებაშვილი მხატვრობის ოჯახში გაიზარდა, თავად კი ხატვა 1 წლის წინ დაიწყო. მისი ნახატები ზედსა და აკრილშია შესრულებული. ხშირად მიმართავს შერეულ ტექნიკას და სხვადასხვა ექსპერიმენტს. ხელოვნების სასახლეში შორენა ცხოვრებაშვილის თვითნასწავლი მხატვრისთვის ურჩევლო დახვეწილი. კოლორიტითა და ექსპრესიით გამორჩეული 51 ნამუშევარია წარმოდგენილი. ყველა ნამუშევარი შექმნილია 2025 წლის გაზაფხულიდან დღემდე და აქ წარმოდგენილია 51 ნამუშევარი. ხატავ ზეთში, აკრილში და კიდევ ვიყენებ შერეულ ტექნიკასაც. გამოფენა ეძღვნება ჩემ დას ფიქრიას, რომელიც 2 წლის წინ ტრაგიკულად დაიღუპა. გამოფენას ქვია გაგრძელება, ესე დავარქვი, ეს არის ჩემი ოჯახის გაგრძელება, ჩემი ოჯახის დაკარგული წევრების გაგრძელება. მაყურებელი და დამთვალიერებელი, როგორც კი ამ სივრცეში შემოდის, მას სახეზე უჩნდება ღიმილი, ანუ ემოციის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ფორმა. ეს არის მხატვრის არათუ დიდი მიღწევა, არამედ დიდი გამარჯვება. კობულეთმა ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლა. პროგრამა გასართობი ღონისძიებებით, საბავშვო აქტივობებითა და კონცერტებით იყო დატვირთული. სტუმრების განწყობაზე მოწვეულმა და ადგილობრივმა ბენდებმა იზრუნეს, საღამო დიჯეიმ დაასრულა. ფესტივალის სივრცე საზაფხულო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მოეწყო. სტუმრებს კვებისა და დასასვენებელი ზონებიც დაჰყვა. ზაფხულის ფესტივალი კობულეთამდე ბათუმში გაიმართა. ფესტივალი იყო დატვირთული თემატურად, დეკორაციებით, ინსტალაციებით. პროგრამა იყო მრავალფეროვანი, წარმოდგენილი იყო როგორც ადგილობრივები, ასევე მოწვეული ბენდები. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ესეთი მაგარი პუბლიკა დაგხვდა დღეს. ეს არის ყველაზე მთავარი, რომ მათ შეუძლიათ არტისტს ისე აყვნენ და ისეთი შოუ ერთად შევქმნათ, რომ მარტო არტისტი ამას ვერ შეძლებს. ძალიან ბედნიერები ვართ ყველა. ძალიან კარგი განწყობა. ძალიან მომეწონა კონცერტი. ყოველ წელს აქ ვარ და ძალიან უხდება ეს გარემო ამ ქალაქს. რეგიონული თეატრების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალის არტბანაკი დაიხურა. შემაჯამებელი პერფორმანსი ბერძენმა რეჟისორმა გიორგოს ზამბულაკისმა დადგა. არტბანაკში 23 ახალგაზრდა მსახიობი მონაწილეობდა. მათთვის მასტერკლასები და ვორქშოპები ჩატარდა. ფესტივალი დღეს დასკვნითი სპექტაკლით დასრულდება. გამოავლენენ გამარჯვებულ რეჟისორსაც. ფესტივალი მე-12-ით ტარდება, მონაწილეობენ როგორც საქართველოს რეგიონული თეატრები, ისე უცხოეთიდან მოწვეული დასები. გაცნობა მოხდა ამ მეთოდის, როგორ უნდა გაანთავისუფლოს მსახიობმა თავისი ხმა, მოიხსნას დაძაბულობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანისთვის, მომღერლისთვის და განსაკუთრებით მსახიობისთვის, იმიტომ რომ ეს პრობლემა ყოველთვის დგას ხოლმე, რომ მსახიობი მთელ თავის ძალას ვერ აჩვენებს სცენაზე, ამას სჭირდება განსაკუთრებული ტექნიკა. შევქმნით ერთად პერფორმანსი, რომელიც დადგა ათენის უნივერსიტეტის, კონსერვატორიის უნივერსიტეტის რეჟისორმა და პედაგოგმა და ვფიქრობ, რომ
ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენი განვითარებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი სავარჯიშო თუ სხვადასხვა საინტერესო რამ ვისწავლეთ. ფოთში მალთაყვაში მდებარე ოქროს ტბაზე ევროპისა და აფრიკის ღია წყალსათხილამურო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო დღე მიმდინარეობს. შეჯიბრებები დილის 8 საათიდან მამაკაცთა სლალომის საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო, რის შემდეგაც სპორტსმენები ტრამპლინიდან ხტომასა და ფიგურებში იასპარეზებენ. დღევანდელ პროგრამაში ქართველი გულშემატკივრის განსაკუთრებული ყურადღება ორ სპორტსმენზე იქნება მიმყრობილი. გენადი გურალია მამაკაცთა სლალომში იასპარეზებს, ხოლო ცოტნე ბერაია ტრამპლინიდან ხტომის დისციპლინაში ფინალის საგზურისთვის იბრძოლებს. მეორე საშეჯიბრო დღე საკვალიფიკაციო ეტაპზე 40 სპორტსმენი გამოვა. მათი მიზანი ერთია საუკეთესო შედეგით მოიპოვონ ადგილი ხვალინდელ ფინალებში. შეჯიბრება ხვალ ფინალური გამოსვლებით გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიითა და ოფიციალური დახურვით დასრულდება. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. ქრონიკა ეთერში დაბრუნდება 14 საათზე. დროებით.